მშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ შევთანხმდით, რომ მთავარი ფასეულობა, ყველაზე დიდი ღირებულება ნებისმიერ საზოგადოებაში არის ადამიანი. ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ ყოველდღე ნებისმიერ თემაზე ადამიანის ჯანმრთელობის, ადამიანის სიცოცხლის კონტექსტში და რაც მთავარია, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, ვსაუბრობთ ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. ძალიან ხშირად, როდესაც ესა თუ ის პრობლემაა, ჩვენი საუბრის თემა, ჩვენ გვახსენდება საზოგადოების დამოკიდებულება. ყველაფერი სტრესია. ყველაფერი შეიძლება შეცვალოს სტრესმა. მაგრამ როდესაც საქმე ეხება ონკოლოგიურ დიაგნოზს, აქ საკითხი წინააღმდეგობრივია და მრავალწახნაგიანია. სწორედ ამ წახნაგების ნაწილობრივ წარმოჩენას ემსახურება დღევანდელი ჩვენი შეხვედრა და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის ჩვენი გადაცემის დიდი ხნის მეგობარი, რომელიც გახლავთ ონკოლოგი, ქალბატონი ნია შარიქაძე. ნია, დილამშვიდობისა, მობრძანდით. დილამშვიდობისა. ძნელად წარმოსადგენია ისეთი თემა, რომელიც ყველა ადამიანში აშკარა ან ფარულ შფოთვას იწვევს. ისეთი დიაგნოზი, როგორიც ვთქვათ, ონკოლოგიური დაავადება. მე ვფიქრობ, ამას ძნელად შეედრება რომელიმე სხვა საკითხი, იმიტომ რომ გვინდა თუ არ გვინდა საზოგადოებაში 10 წლეულების მანძილზე დამკვიდრებული სტერეოტიპია. მაგრამ მეორე მხარეა, როდესაც თქვენთან ერთად ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვცდილობთ ონკოლოგიური დიაგნოზი ქრონიკული დაავადებების ჭრილში განვიხილოთ დრამატიზმის გარეშე და ვისაუბროთ ძალიან ადამიანურ მხარეებზე ამ დაავადებისა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას გულისხმობს. და ძალიან გვეხმარებით ამაში თქვენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ცხოვრების წესის ერთ კონკრეტულ ფაქტორს განვიხილავთ. ამ შემთხვევაში სტრესს. და თუ ჩვენ საუბრობთ სტრესის ცნობადობაზე, დღეს ყველა იტყვის, რომ ნებისმიერი ადამიანი სტრესის ზემოქმედების ქვეშ არის. მაგრამ ყველა ადამიანს არ აქვს ონკოლოგიური დიაგნოზი, ამიტომ საგულისხმოა მართლაც ასია, სტრესს შეუძლია ონკოლოგიური დაავადების მიზეზად იქცეს. ან მერე თავისთავად ვისაუბროთ უკვე იმ წახნაგებზე, რომელიც ონკოლოგიური დაავადების მიმდინარეობის დროს სტრესულ სიტუაციებს გვექმნის. პირველ რიგში მივესალმები მაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია თქვენ ეთერში ყოფნა და ყოველთვის აქტუალურ და ძალიან სენსიტიურ საკითხებს წამოჭრით ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა ამ აქტუალური თემის წამოჭრისთვის, იმიტომ რომ ამაზე არა მარტო საზოგადოება ლაპარაკობს, რომ სტრესი გარკვეულად იწვევს არა მარტო ონკოლოგიას, ძალიან ბევრ დაავადებას, მათ შორის ონკოლოგიასაც და უკვე არის მთელი რიგი მიმართულებები სტრესი, როგორც გამშვები მექანიზმი ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში. მე ვერ გეტყვით, რომ სტრესი ცალსახად პირდაპირ კორელაციაშია ონკოლოგიასთან, მაგრამ აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, იმიტომ რომ სტრესში ყველა ვართ, ზოგი მწვავეში, ზოგი ქრონიკულში, მაგრამ საბედნიეროდ ყველას ონკოლოგიური დაავადება არ ემართება. აი ამ ჭრილში თუ შევხედავთ, უკვე როგორც უკვე გითხარით, ონკოლოგები სწავლობენ ამ მიმართულებას და ამბობენ, რომ საბედნიეროდ მწვავე ხანმოკლე სტრესი, რაც არ უნდა უფრო მძაფრი და ძლიერი იყოს, ვიდრე ქრონიკული, ჩუმად მიმდინარე სტრესული მდგომარეობა, არ იწვევს ონკოლოგიურ დაავადებას. იმიტომ რომ ეს არის ხანმოკლე დისბალანსი ნერვულ სისტემაში და მისი გავლენა იმუნურ სისტემაზე არ არის ხანგრძლივი. იმუნური სისტემა ვიცით, რომ არის პასუხისმგებელი არა მარტო ონკოლოგიური დაავადებების წარმოშობის, არამედ მთელი რიგი სისტემური დაავადებების წარმოშობის და მას ჭირდება ხანგრძლივი, თუნდაც წვეთ-წვეთობით მოქმედება. ამიტომაც ქრონიკული საშუალო სიძლიერის სტრესი, რომელიც მუდმივად თან ახლავს ადამიანის ცხოვრებას, უფრო საშიშია, ვიდრე მწვავე სტრესული მდგომარეობა.
რა ვქნათ? რასაკვირველია, მე შორს ავარ იმ აზრისგან, რომ ვთქვა, რომ უსტრესო ცხოვრება არ გამოვა. ეს არის 21 საუკუნე, ეს არის ცივილიზაცია, რომელიც სტრესის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. ყოველთვის ინფორმაციული ნაკადი, რომელშიც ინფორმაციული სტრესი, რასაკვირველია. ამიტომ რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ ეს ავიცილოთ თავიდან. რასაკვირველია, პირველ რიგში უნდა ვებრძოლოთ მიზეზს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ყველა ადამიანები ვართ და მიზეზის აღმოფხვრა არ გამოგდის. ჩვენ ზალებს აღემატება ხოლმე. რასაკვირველია, არ გამოგდის არა მარტო ყოველდღიურ ცხოვრებაში, საერთოდაც შეიძლება ვერ აღმოფხვრათ, თუნდაც ინფორმაციული სტრესი. ამიტომ ადამიანური ურთიერთობები რომელიც ძალიან მიყვარს ოდითგანვე ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ჩვენ ჯერჯერობით ქართველებს ჯერ კიდევ შემოგრჩა ერთმანეთის მხარში დგომა. ოჯახის შიგნით და ოჯახის გარეთ. ოჯახის შიგნით, ოჯახის გარეთ, სამეგობრო წრეში, თუმცა სამწუხაროდ რაც დრო მოდის, უფრო იშვიათი ხდება, იმიტომ რომ ერთმანეთს უფრთხილდებით და ამისი უბრალოდ დრო არ აქვს, რომ შენ მეგობარს, ოჯახის წევრს გაუზიარო, ხანდახან პირიქით მას უფრთხილდები, რომ ის არ დასტრესო ზედმეტად, მაგრამ პირველ რიგში ეს საჭიროა აი ამ გახსნილობით, ერთმანეთთან ლაპარაკით, თუნდაც ფსიქოლოგის ჩართულობა, თუნდაც რელიგიის ჩართულობა, იმისთვის რომ ჩვენ გავიხსნათ და რაღაცნაირად გამოვუშვათ ეს სტრესული ზეგავლენა ჩვენ ორგანიზმს. რასაკვირველია, აქტიური ფიზიკური ვარჯიში, აქტიური ჯანმრთელი ცხოვრება, ხშირად მაშაყირებენ ხოლმე ჩემი მეგობრები, რომ ტელეეთერით კარგად ლაპარაკობ, როგორ მოვიხსნათ სტრესი, მაგრამ ამისი ყოველდღიურ ცხოვრებაში გატარება ძნელია, ამიტომ მაინც ვეცადოთ ქრონიკული სტრესი მოვიხსნათ ურთიერთობებით, ფსიქოლოგის ჩართულობით, ფიზიკური აქტივობით, ჯანმრთელი ცხოვრების წესით. თქვენ ახლა ის წახნაგი დაგვანახეთ, რომელიც გვეუბნება, რომ დიახ, სტრესს შეუძლია გამშვები მექანიზმის როლი შეასრულოს, სტრესს შეუძლია ნოყიერი ნიადაგი შექმნას იმისათვის, რომ ონკოლოგიური პროცესი გაიშალოს. მაგრამ ჩვენ საუბრობთ მეორე მხრივ მდგომარეობაზე, რომელიც უკვე დიაგნოზია, უკვე დადგენილი ფაქტია და რომელიც ცვლის არა მხოლოდ იმ ადამიანის ცხოვრებას, ვისაც ეს დიაგნოზი დაუსვეს, არამედ მთლიანად ოჯახის და იმ გარემოცვის, თუნდაც იმ კანონზომიერების გათვალისწინებით, რაც თქვენ რამდენიმე წუთის წინ ბრძანეთ. ერთი მხრივ თქვენ ხაზი გაუსვით, რამდენად საყურადღებოა ქრონიკული სტრესი, ანუ სტრესი, რომელიც დროშია გახანგრძლივებული. და მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს ონკოლოგიური დაავადებების მრავალფეროვნება, სადაც დიახ, ეს არის ქრონიკული დიაგნოზი და ადამიანს სჭირდება თანაცხოვრება ამ დიაგნოზთან. ვისთვის არის ეს სტრესი? გასაგებია, რომ თავად პაციენტისთვის და ოჯახისთვის, მაგრამ რამდენი წახნაგი აქვს ამ სტრესს? ეს არის უბრალოდ ღელვა, შფოთვა, აშლილობის დონეზე, როდესაც ადამიანები ამას აღიქვამენ ხოლმე როგორც ემოციურ კომპონენტს, თუ ეს არის სტრესი წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით, რა არის სტრესი? თვითონ დაავადება თუ ამ დაავადების მკურნალობა, რა უფრო საპასუხისმგებლოა ასეთ შემთხვევაში ადამიანის ფიზიკური მდგომარეობა თუ ფსიქოემოციური მდგომარეობა? რაღაც ბევრი კითხვა დავსვი, მაგრამ ყველა ეს წახნაგი თქვენი ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. მე ვეცდები, რომ დავალაგო ესენი ყველაფერი შესაძლებლობის ფარგლებში. რასაკვირველია, როგორც აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, ქრონიკული სტრესი არ არის კარგი, მაგრამ ისევ კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ქრონიკული სტრესი აუცილებლად გამოიწვევს ონკოლოგიურ დაავადებას. ეს ერთი. მეორე, უკვე დიაგნოზთან შეჯახება. აქაც არის ფაზები, იმიტომ რომ პირველი დიაგნოზის მოსმენა, გაცნობიერება არის შოკის მომგვრელი. ეს რასაკვირველია, ეხება არა მარტო პაციენტს, ეხება ოჯახს, ეხება იმ მიკროსოციუმს, სადაც ის ტრიალებს და არ მინდა გამომრჩეს და მინდა ვთქვა, რომ სამედიცინო საზოგადოებასაც ეხება. დიახ. და ყოველთვის რაღაცნაირად გამომდის ადვოკატირება ექიმების და სამედიცინო პერსონალის, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს არანაკლები სტრესია ექიმისთვის, არანაკლები სტრესია იმ საზოგადოების, სადაც ეს პაციენტი მკურნალობს. დაწყებული დაბალი მედპერსონალიდან, დამთავრებული მისი მკურნალი ექიმიდან. პირველი რასაკვირველია და რა მინდა ვთქვა, რომ ამ სტრესში ჩვენ უნდა ვიყოთ ყველა ერთ გუნდში.
და ჩვენ პაციენტს უნდა აუხსნათ, რომ დღეს 21 საუკუნეში ონკოლოგიური დაავადება არის ქრონიკული დაავადება. იმიტომ რომ ყოველდღიურად ჩვენ ამაზე ხშირად გვისაუბრია მარი თქვენ ეთერიდან რომ ყოველდღე ხდება მკურნალობის ახალი მეთოდის დანერგვა. ამიტომ თუ ჩვენ ქრონიკულ სახეს მივცემთ ონკოლოგიურ დაავადებას, არ არის გამორიცხული რომ ხვალ ახალი მედიკამენტი დაგვეწიოს, ახალი მკურნალობის მეთოდი დაგვეწიოს და კიდევ უფრო ქრონიკული გახდეს ჩვენი და მართვადი გახდეს ჩვენი დაავადება. ამიტომ პირველ დიაგნოზთან შეჯახება ნიშნავს, რომ პაციენტმა გააცნობიეროს ამ დიაგნოზთან ბრძოლის გზები და პირველ რიგში გააცნობიეროს, რომ მორალური განწყობა, მორალური სტაბილურობა არის მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა. იმიტომ რომ როდესაც პაციენტი ებრძვის ამ დაავადებას, გააწონასწორებული, აცნობიერებს მკურნალობის გზებს, გვერდით მოვლენებს, რომ ეს ყველაფერი გარდამავალია. ჩაივლის მკურნალობა, ეს გვერდითი მოვლენები ჩაივლის. ბევრად უფრო ადვილია. ბევრად უფრო ადვილია არა მარტო პაციენტისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის, ექიმისთვისაც. იმიტომ რომ შენ ხარ პაციენტთან ერთად ერთ ნავში და ებრძვი ტალღებს და ეს ტალღები გადაივლის, დაწყნარდება და გამოჩნდება მზე. ამიტომ ამისი გაცნობიერება დიაგნოზის პირველი წუთიდან ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, აქ დგება არა მარტო დიაგნოზის შეცნობა და მასთან ბრძოლა, არამედ სხვა სოციალური პრობლემებიც, რომელიც არანაკლებ არის შფოთვის მიზეზი და ზოგჯერ აი ეს ქრონიკული სტრესი დიაგნოზამდე სწორედ ამითია გამოწვეული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტს მოусმინო, გაიგო მისი სურვილები და მასთან ერთად ებრძოლო ამ დაავადებას ერთ გუნდში. როდესაც თქვენ საუბრობდით ზოგადად სტრესზე და მის რისკებზე, ხაზი გაუსვით, რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური კომუნიკაცია და ადამიანების მხარდაჭერა. მაშინ, როდესაც ონკოლოგიური დიაგნოზი უკვე დადგენილია, როდესაც ონკოლოგიური დიაგნოზი თავად ქმნის ორგანიზმისათვის ფიზიკურ სტრესსაც და ქმნის მორალურად, ფსიქოემოციურად ძალიან მძიმე ტვირთს. არის თუ არა აქ გრადაცია, ვის აქვს გადამწყვეტი როლი ამ სტრესის შემსუბუქებაში? პაციენტს ვინ უმსუბუქებს ყველაზე მეტად? ექიმი, ოჯახი თუ საზოგადოება, რომელიც ნაკლებად სტიგმატიზაციას ახერხებს ამ პრობლემის? ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ეს სტიგმა ჯერჯერობით გადაულახავ პრობლემად რჩება. და მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებას მოუწოდებ არაკომპეტენტური რჩევებისგან თავი შევიკავოთ. იმიტომ რომ ხშირად პაციენტი ხდება ამ სტიგმის მსხვერპლი და საზოგადოება უფრო მეტ გავლენას ახდენს მის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე ვიდრე ექიმი. რასაკვირველია, პირველი სტრესი მაინც ოჯახის წევრებთან მოდის. ძალიან ხშირად, რაც საქართველოში რატომღაც პირიქით არის, საზღვარგარეთ ევროპაში ჯერ პაციენტი იგებს დიაგნოზს. მერე ოჯახი. ჩვენთან პირიქით არის ჯერ ოჯახი იგებს და მერე ის წვიტავს პაციენტი გააცნობიეროს თუ არა ეს არ არის სწორი. იმიტომ რომ პაციენტს იგივე იმ სტრესის დაძლევაში თუნდაც ძალიან უცნაურ რაღაცას ვეღო, იმ ქრონიკული სტრესის დაძლევაში ეს სტრესი მინუსი ერთად პლუსია. ხელს უწყობს იმ ქრონიკული სტრესის აღმოფხვრას, იმიტომ რომ ის ხვდება, რომ ის ქრონიკული სტრესი, რომელშიც იყო, არაფერია იმასთან შედარებით, რაც მას დღეს აქვს. ამიტომ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის და სოციალური გარემოს დადგომა, რომ მას არ კონდეს პრობლემა სოციოეკონომიური თვალსაზრისითაც. თუნდაც მისი ყოველდღიური სოციალური აქტივობა. მას ხელშეწყობა ჭირდება. ეს არ ნიშნავს, რომ ონკოლოგიური პაციენტი არ მუშაობდეს. პირიქით, ჩვენ ექიმები ვცდილობთ და ვეუბნებით ყოველთვის, რომ ჩვენ ყველანაირად დაგეხმარებით, რომ მინიმიზაცია მოხდეს გვერდითი მოვლენების, რომ პაციენტმა შეძლოს ყოველდღიური სოციალური აქტივობის შენარჩუნება. ზოგ შემთხვევაში რასაკვირველია ვერ ახერხებს, მაგრამ ესეც არ უნდა ახდენდეს მის დამატებით
შფოთვას. იმიტომ რომ მან არ უნდა დაკარგოს სამსახური, მან უნდა შეძლოს ოჯახის მოვლა, იმიტომ რომ სამწუხაროდ ონკოლოგია არა მარტო ხანდაზმულების დაავადებაა, ის ახალგაზრდა თაობის დაავადებაც არის და ეს თაობა არის აქტიური, სოციალურად აქტიური და ისინი უნდა აგრძელებდნენ თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას. ეს მათ შეუმცირებთ შფოთვას, სტრესს და ხელს შეგვიწყობს ონკოლოგიური დაავადების დამარცხებაში. ძალიან დიდი მადლობა. იმისთვის რომ წლების მანძილზე ხართ ჩვენი გადაცემის მეგობარი, იმისთვის რომ სწორედ ადამიანური და პროფესიული გამოცდილების შერწყმით ახერხებთ ხოლმე ჩვენთან რეკომენდაციების გაზიარებას და დღევანდელი თქვენი საუბარი არ იყო ამ მხრივ გამონაკლისი, მით უფრო რომ ძნელია სტრესის ეპოქაში დიაგნოზი არ აღვიქვათ დამატებით სტრეს ფაქტორად, მაგრამ შესაძლებელია თუ გაცნობიერებული იქნება ჩვენი დამოკიდებულება თქვენი სიტყვების გაზიარებით. მაყურებელს შევახსენებ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ონკოლოგი ქალბატონი ნია შარიქაძე. მე ჯერ არ გემშვიდობები, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება. კვებითი შუქნიშანი ტრადიციულად სამფერია და მრავალფეროვანია ის რეკომენდაციები, რომელსაც გიზიარებთ ხოლმე. თუმცა დღევანდელი ჩვენი საუბარი იმ თავარ ფუნდამენტურ საფუძველზე დგას, რომელიც განსაზღვრავს მთლიანად ჩვენს ჯანმრთელობას. დიახ, ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენი ჯანმრთელობა არის თავისუფლება. მე ყველგან ამას ვწერ და ყოველთვის საუბრისას ამ ფრაზას ვიყენებ. ადამიანის თავისუფლების განუყოფელი ნაწილია ჯანმრთელობა, ისევე როგორც დაავადება და ავადობა არის შერყეული თავისუფლება. როდესაც ჩვენ საუბრობთ ჯანმრთელობაზე, შეგვიძლია მოვიხშველიოთ კიდევ ერთი სიტყვა, რომელსაც ქვია წონასწორობა. ჩვენი ორგანიზმი, მასში მიმდინარე პროცესები არის წონასწორობაში, ჩვენ ჯანმრთელები ვართ. როგორც კი წონასწორობა გამოდის მწყობრიდან, ჩვენ გვაქვს პრობლემები. და ასეთ შემთხვევაში გადამწყვეტი არის რამდენიმე ტიპის წონასწორობა, რომელიც ონკოლოგიური პრობლემების შემთხვევაში პირდაპირ უკავშირდება კვებას. მაგალითად, ჩვენ ხშირად საუბრობთ კვების მოდელებზე, კვების ტიპებზე და არაერთხელ გვითქვამს, რომ დეფიციტური, არასაკმარისი კვება არის ერთ-ერთი ტიპი სამ გავრცელებულ ტიპთა შორის, ისევე როგორც არის ჭარბი კვების მოდელი და არსებობს ოპტიმალური კვების მოდელი. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში დარღვეული წონასწორობა, დეფიციტური, ანუ არასაკმარისი კვების, ან ჭარბი, გადაჭარბებული კვების სასარგებლოდ, ეს არის დარღვეული წონასწორობა, რომელიც რისკს ქმნის ადამიანის ჯანმრთელობისათვის, მათ შორის ონკოლოგიურ რისკს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ონკოლოგიური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, უკეთესი მართვისთვის, ყველაზე კარგი საშუალება, ყველაზე მწვანე არჩევანი არის ბალანსირებული, რაციონალური, ჯანსაღი, გონივრული კვება. ნებისმიერი კიდურა გადახრა, იქნება ეს არასაკმარისი ნაკვებობა თუ ჭარბი ნაკვებობა, სწორედ ის დარღვეული წონასწორობაა, რომელიც ქმნის ნოყიერ ნიადაგს ონკოლოგიური პრობლემების განვითარებისთვის. მეორე ფაქტორი, რომელიც დღევანდელ რეკომენდაციებში მინდა გაგიზიაროთ, ეს არის წონასწორობა, რომელიც ირღვევა მჟავა-ტუტოვანი თვალსაზრისით. დიახ, ჩვენს ორგანიზმში სხვადასხვა ქიმიური ნაერთი წარმოიქმნება, ისევე როგორც გარედან ხვდება სხვადასხვა ქიმიური ნაერთი. ჩვენი ორგანიზმისათვის ოპტიმალური იქნებოდა ნეიტრალური გარემო. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ზოგიერთი პროცესების წარმართვისთვის, მაგალითად, ორგანიზმის მჟავური ნაწილების განეიტრალება. მაგრამ თუ ჩვენ საუბრობთ დარღვეულ წონასწორობაზე, ონკოლოგიური დაავადებების მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებოა ორგანიზმის შემჟავება. ანუ მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა მჟავა მიმართულებით გადაიხრება, რაც ისევე ქმნის ნოყიერ ნიადაგს ონკოლოგიური დაავადებების განვითარებისთვის, როგორც კვების მოდელში დარღვეული წონასწორობა. რა თქმა უნდა, საკვები პროდუქტების გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია ასეთი წონასწორობა მუდმივად დავარღვიოთ. ამგვარი დარღვევა სისტემატურად გამოვიწვიოთ. მაგალითად, ალკოჰოლს შეუძლია ორგანიზმის შემჟავება. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უალკოჰოლო პროდუქტებსაც ძალიან
თავამად შეუძლიათ დაარღვიონ ასეთი წონასწორობა. მაგალითად, ყველა უკიდურესად დატვირთულ პროდუქტს თავისუფალი ნახშირწყლებით, მაგალითად, პროცესირებულ პროდუქტებს, არასწორად შერჩეული ცხიმებით დატვირთულ პროდუქტებს, რაფინირებულ პროდუქტებს და ასე შემდეგ, აი ამ პროდუქტების სისტემატურ გამოყენებას შეუძლია დაარღვიოს წონასწორობა ორგანიზმის შემჟავებით და ეს ქმნის ნოყიერ ნიადაგს სხვადასხვა ანთებისთვის, მათ შორის სისტემური ანთებისთვის, როდესაც ჩვენ გვაქვს საფუძველი ონკოლოგიური პროცესის განვითარებისთვის ან გაღრმავებისთვის უკვე არსებული დიაგნოზის შემთხვევაში. ეს გახლდათ მეორე წონასწორობა, რომლის დარღვევაც განაპირობებს და ქმნის ნოყიერ ნიადაგს ონკოლოგიისთვის. და არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წონასწორობა, რომელზედაც ჩვენ ხშირად საუბრობთ. უხილავია, მაგრამ იწვევს ხილულ ცვლილებებს. ეს არის სახელმწიფოში მიკროსამყარო ჩვენი ორგანიზმის შიგნით და ჩვენი სხეულის ზედაპირზე, კანზე, თვალის ლორწოვანზე, სასუნთქ სისტემაში, გენიტალიებზე, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაწლავი. ნაწლავში არსებული ცოცხალი ორგანიზმების ერთობლიობა, რომელიც თავისთავად წონასწორობაში მყოფი ძალიან გვეხმარება იმისათვის, რომ ჩვენს ორგანიზმში მაქსიმალურად ჰარმონიულად მიმდინარეობდეს პროცესები. მაგრამ რა მოხდება მაშინ თუ ეს წონასწორობა დაირღვევა? დაირღვევა წონასწორობა ნაწლავის შიგნით და დაირღვევა წონასწორობა ნაწლავსა და ჩვენს ორგანიზმს შორის. აი ამგვარი დარღვევა წონასწორობის იქნება ძალიან საყურადღებო თავისი შედეგებით გულსიხსძართა სისტემისთვის, სასუნთქი სისტემისთვის, ნერვული სისტემისთვის, თავის ტვინისთვის, უჯრედების განვითარებისთვის, დაბერების ჭრილში და რასაკვირველია ონკოლოგიური დაავადებების განვითარების, ონკოლოგიური დაავადებების გაღრმავების, გართულების ჭრილში. ამიტომ რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ? მე შემეძლო კიდევ ბევრი წონასწორობა მომიხსენიებია იმისათვის, რომ უკეთ წარმოგვედგინა ონკოლოგიური რისკები, მაგრამ დღეს სამ ამგვარ ფაქტორს დავჯერდი და დავჯერდი იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, ჩვენ ვინარჩუნებთ წონასწორობას, ჩვენი ორგანიზმი დაცულია დაავადებებისგან. ჩვენ ვინარჩუნებთ წონასწორობას, ჩვენ ვიცავთ საკუთარ თავს ონკოლოგიური დიაგნოზისგან, ან ვეხმარებით ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებას უკეთ შევინარჩუნოთ ჩვენი ცხოვრების ხარისხი სიცოცხლის გახანგრძლივებით. ეს იყო დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები. მე გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღესგრძელობას გისურვებთ.